წლის პერიოდი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მცენარეთა სინათლის რეჟიმზე. აი ამ სურათზე ჩვენ მოცემული გვაქვს მდელოზე ბალახოვა მცენარეთა ფარდობითი განათებულობის სეზონური დინამიკა და პირველიდან 4-ის ჩათვლით აქ არის სხვადასხვა სახეობის მონაცემი, ხოლო მეხუთე ეს გახლავთ მცენარეული საფარის სიმაღლე. ჩვენ ხედავთ, რომ გაზაფხულიდან, ანუ მაისიდან სექტემბრამდე ეს მონაცემები, გაზაფხულზე მცენარეული საფარის სიმაღლე ნაკლებია, სამაგიეროდ მეტია ამ მცენარეთა განათებულობის ინტენსივობა, ანუ მათი ფარდობითი განათებულობა, როგორც კი იზრდება და ყალიბდება უკვე ცენოზი აღწევს თავის ოპტიმუმს, შემდეგ გადის ერთგვარ პლატოზე და შემდეგ პლატო მცირდება, იმიტომ რომ ზოგი მცენარე ხმება, ზოგი და ყდება ეს გამხმარი ნაწილები, ამ ფოთლები, ამიტომ მისი სიმაღლე ცოტა დაბლდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ფარდობითი განათებულობის სეზონის ბოლოს ოდნავ ზრდას, შემდგომ ზრდას, აი ამ დეპრესიის შემდეგ. ეს დეპრესია აბსოლუტურად ემთხვევა მცენარეული საფარის შეკრულობის პიკს. ტყის შეფოთლამდე განათება არის დაახლოებით 8-დან 17%-მდე. მაშინ, როდესაც შეფოთლის შემდეგ 5-დან 13%-მდე მცირდება. ეხლა რაც შეეხება ერთ ძალიან საინტერესო მოვლენას, მცენარის შებუსვას. ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს ძალიან შებუსული მცენარეები, მაგალითად აქ რამდენიმე სახეობა არის ერთად ამ ფოტოზე და ვხედავთ, რომ ზოგს ხასხასა მწვანე ახასიათებს, ეს შეუბუსავი მცენარეებია, მაგრამ აი ეს თითქოს თეთრია. ფაქტობრივად ეს არ არის თეთრი, ეს მცენარეც შეიცავს ქლოროფილს, ანთენარია კავკასიკა, მაგრამ იმდენად ხშირი ქეჩისებრი შებუსვა იწოდება, იმდენად ხშირია ეს შებუსვა, მაგრამ ეს ბუსუსები თეთრია და ამიტომ აძლევს ის აი ესეთ ვერცხლისფერ ელფერს ამ მცენარეს, ამ და კიდევ სხვა მცენარეს, მაგალითად ალხემილა სერიციას, ეს მცენარეც შებუსვილია. ზოგ სახეობას ბუსუსები მხოლოდ ერთ მხარეს, ზედა მხარესა აქვს განვითარებული, მაგრამ ზოგ მცენარეს ორმხრივად შებუსვილი ფოთლები ახასიათებს. აი ეს მცენარეც, რომელიც 4600 მეტრზე იზრდება არგენტინის, ეკვადორის მთებში, ასევე მისი ყველა ნაწილი არა მხოლოდ ფოთოლი, არამედ ღეროც, არამედ ჯამის ფოთოლაკებიც კი, ყვავილსაჯო, ყველაფერი ასეთი თეთრია. რეალურად ის შიგნით ქლოროფილს შეიცავს, მაგრამ აი ესეთ ელფერს აძლევს ეს ხშირი შებუსვა. რა ხდება შებუსვის დროს? ბუსუსები ირეკლავს სინათლეს და ირეკლავს სერიოზულად. და სერიოზული არის სხვაობა არაშებუსვილ ფოთოლთან. აი არაშებუსული ფოთოლი მოსული რადიაციიდან 14%, დაახლოებით 14% აირეკლება, ან კიდევ უფრო ნაკლები. ხოლო ძალიან აი ქეჩისებრ შებუსვილი ფოთოლი 20% მოსულ რადიაციას, ანუ 1/5-ს ირეკლავს. რა ეკოლოგიური ღირებულება გააჩნია ამ რა შეგუებითი ადაპტაციური ღირებულება გააჩნია ასეთ არეკლას. იგი ამცირებს მის ტემპერატურას, იმიტომ რომ ტემპერატურა ფოთლისა იზრდება მზის რადიაციის ინტენსივობის და მიხედვით, რაც უფრო ინტენსიურია ფოთოლზე მოხვედრილი მზის რადიაცია, მით მეტი არის მისი ტემპერატურა. ამ სურათზე ექსპოზიციის ეფექტი არის ამ პირველ პატარა ცხრილში, ექსპოზიციის ეფექტი ნათლად ჩანს, ერთი და იგივე სახეობა არის შესწავლილი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე და იქ არის 10%-იანი, 11 უფრო სწორედ პროცენტიანი სხვაობა. რატომ? ამას ახსნათ შეიძლება რამდენიმე ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ეს მონაცემები ფესტუკას ეკუთვნის, მაგრამ
გარდა ფესტუკავარიასი აქ სხვა სახეობებიც ცხოვრობენ და იქ სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობზე, სადაც ფესტუკას კორდები არის კარგად მძლავრად განვითარებული, ამ კორდებს შორის და ჰეტეროგენულია ამის გამო ფიტოცენოზი, უფრო ეს კორდები სამობურცულად ჩანს, მაგრამ ამ კორდებს შორის არის უფრო თავისუფალია, რატომ? იმიტომ რომ იქ ყველა მცენარე ვეღარ იზრდება აი ამ კორდებს, მძლავრ კორდებს შორის. ამიტომ იქ უფრო მეტი განათება არის, ვიდრე იგივე თანასაზოგადოებაში, ოღონდ ჩრდილოეთის ექსპოზიციაზე, იქ სადაც ჰომოგენურია, ამიტომ ასეთი მძლავრი კორდები არ არის ფესტუკავარიასი, იქ მეტი სახეობები არის ამ კორდებს შორის და ამიტომ იქ უფრო სერიოზული კონკურენცია არის სინათლის რესურსისათვის. აქ ამ შემთხვევაში ორი სხვადასხვა საზოგადოება გვაქვს მოცემული და ერთი მცენარის ფოთლის ფარდობითი განათებულობა ბალახნარის სიხშირის მიხედვით, ანუ გახსნილ და დაბურულ ბალახოვან საფარში. გახსნილში, იქ სადაც მეტი სინათლე ჩადის, ცხადია, თითქმის ორჯერ, ფაქტობრივად ორჯერ მეტი არის მცენარეთა ფარდობითი განათებულობა. ჰაბიტატის გავლენა მცენარის სინათლის რეჟიმზე აისახება აქ მოტანილ ცხრილშიც, სადაც ჩამოთვლილია რამდენიმე სახეობა. აქ არის წიფლნარი ტყის პირი და წიფლნარი ტყის მიმდებარე მდელო, ანუ გახსნილი ფიტოცენოზი, მდელოს ფიტოცენოზი, სადაც ბუჩქი და ხე არ უშლის სინათლის მოღწევას მცენარემდე და აქ, სადაც ხის საბურველი უშლის. და კოლოსალურია, უნდა ითქვას, განსხვავებები 63 და 9, 8.5 და 68 და ასე შემდეგ. აქედან ძალიან კარგად ჩანს, როგორი დიდი განსხვავება შეიძლება იყოს ერთი და იგივე, თუნდაც ერთი და იგივე სახეობის მცენარის სინათლით უზრუნველყოფაში ჰაბიტატის თავისებურების მიხედვით.